დღეს ევროპის დღე აღინიშნება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით ამ დღის აღსანიშნავად ტრადიციული ღონისძიება ექსპო ჯორჯიაში იმართება. ღონისძიება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაվել ჰერჩინსკიმ გახსნა, სადაც მან ქვეყანაში ევროკავშირის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე, საქართველოში შექმნილ ვითარებასა და ქართული ოცნების ხელისუფლების ანტიდასავლურ პოლიტიკაზე ისაუბრა. ელჩმა ღიად თქვა, რომ თუ ქვეყანაში ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა ევროკავშირის წევრობის შანსი დიდი ხნით დაკარგოს. ჰერჩინსკის თქმით, დღეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგადაა შეჩერებული. მან განმარტა, რომ თუ კი ქვეყანა დემოკრატიულ გზას დაუბრუნდება, ევროკავშირი მზადაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იმუშაოს. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი. მეტიც, საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია. ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არავალდებულება. ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანს. ხალხის ევროპული არჩევანი კი ნათელია. როგორც ხედავთ, რეალობა ის არის, რომ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მშვიდობას და კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნების ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას. ამიტომაც ვართ ერთად. ამიტომაც ვართ ერთად. თუკი საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. დღეს ერთად აღნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს უკეთესი მომავლის იმედით. გილოცავთ ევროპის დღეს. წინ საქართველო, წინ. ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მოგვიანებით ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ის საქართველოს ევროპის დღეს ულოცავს. მისი თქმით, სწორედ ევროპა არის პატრიოტების, იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთი ქვეყნის იდენტობას იცავენ. როგორც მეხუთე პრეზიდენტმა თქვა, ისინი ვისაც საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს, არც პატრიოტები არიან და არც ქვეყნის იდენტობას და დამოუკიდებლობას იცავენ. გილოცავთ ევროპის დღეს, ულოცავს სრულიად საქართველოს, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს დღე რეალურად. ევროპა და საქართველო არის განუყოფელი. ჩვენი მომავალიც ევროპა არის, ჩვენი წარსულიც ევროპა არის, ჩვენი არსებობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, მშვიდობა, ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მჭიდროდ ვიქნებით ევროპელებთან ერთად, თუ ევროპაში. და ამიტომ ამის არ დანახვა და ამ ქვეყნის იზოლირება, ამ ქვეყნის დატოვება პირისპირ რუსეთთან არის ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება რომელიმე ხელისუფლებამ გაუკეთოს ამ ქვეყანას. ეს უნდა კარგად გვესმოდეს. ევროპა არის სწორედ პატრიოტების, ევროპა არის იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთ ქვეყნის იდენტობას იცავენ და ისინი, ვინცაც მიყავს საქართველო რუსეთისკენ, ისინი არც პატრიოტები არიან, არც იცავენ ჩვენს იდენტობას, არც ჩვენ დამოუკიდებლობას და ეს გზა არ არის საქართველოს გზა. ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ქართული ოცნების წარმომადგენლები წელსაც არ ესწრებიან. ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბარში თქვა, რომ მათ ღონისძიების მისაწვევი არ მიუღიათ. ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ოცნების წარმომადგენლები შარშანაც არ დასწრებიან. მაშინ როცა გასულ წლებში მათი წარმომადგენლები მსგავს ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ. როდესაც კონკრეტული საელჩო გეგმავს ღონისძიებას, ამ შემთხვევაში მათ უნდა გამოგზავნონ მოსაწვევი მთავრობის მისამართზე, ხო? რადგან ეს პროტოკოლი დაარღვიეს და გააგრძელეს ისაბჭოური მიდგომა, რომელსაც ავლენენ კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკები, დაირღვა პროტოკოლი, შესაბამისად ჩვენ არ ვიქნებით იქ. ეს არის მათი საბჭოური, ეს არის
ეს არის მათი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა საბჭოური მიდგომებით. მოგვიანებით ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პაվել ჰერჩინსკიმ. მისი თქმით, ეს არის ღია ღონისძიება და მათ ყველა დაპატიჟეს. პერსონალური მოსაწვევები კი არც ამჟამინდელი და არც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ გაუგზავნიათ. This is an open event. We have invited everyone. ეს არის ღია ღონისძიება, ჩვენ დავპატიჟეთ ყველა. ალბათ ნახეთ ჩვენი კამპანია მედიასა და სოციალურ მედიაში. პოსტერებზე მე ვიმედოვნებ, რომ ბევრი ადამიანი გვიხილავს მოვა და აღნიშნავს ევროპის დღეს ჩვენთან ერთად, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად. თქვენ მართალი ბრძანდებით, ჩვენ არ გაგვიგზავნია პერსონალური მოსაწვევები ამჟამინდელი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. წუხვართ, მაგრამ ეს დღევანდელი რეალობაა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი მნიშვნელოვანი ღონისძიება საქართველოს გარეშე ტარდება. საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. 2023 წლის 14 დეკემბერს კი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. 2024 წლის 28 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დააყენოს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ოცნების ხელისუფლებას დასავლელი პარტნიორები, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები ანტიევროპული ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებენ. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში მედიასთან კიდევ ერთხელ თქვა, რომ ევროკავშირი ახლა ორიენტირებულია დაუწესოს სანქციები ოცნების იმ პირებს, ვინც ქვეყანაში ძალადობასა და უსამართლობაზე არიან პასუხისმგებელნი. ახლა გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბევრი ადამიანი უსამართლოდ არის დაკავებული და სწორედ ამიტომ ვცდილობთ სანქციების დაწესებას იმ ქართველი თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობის გამოყენებაზე. როგორც არაერთხელ მოგახსენეთ სამწუხაროდ, აქამდე შეუძლებელი იყო ევროკავშირის სანქციების შემთხვევაში, რადგან სანქციების მისაღებად ერთსულოვნებაა საჭირო. ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს რამდენიმე წევრი სახელმწიფო, რომლებსაც არ შეუძლიათ ერთსულოვნება შეუერთდეს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ევროკავშირის რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ ორმხრივი სანქციების განხორციელება. ეს რიცხვი იზრდება, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ როდესაც საქმე ეხება ჩვენს დახმარებას, ევროკავშირის დახმარებას საქართველოსთვის, ჩვენი მხარდაჭერის 95% გაიცა საქართველოს მთავრობისთვის პირდაპირ ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის, პარტნიორების მეშვეობით, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ საქართველოს სამინისტროებთან. ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. სწორედ 75 წლის წინ წარადგინა შუმანმა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ქვანახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. რეალურად ქცეული იდეა, რომელსაც დღეს ევროკავშირი ჰქვია, ვითარდება, წარმატებით მუშაობს, მშვიდობასა და კეთილდღეობას ემსახურება და 27 ქვეყნის მასშტაბით 457 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.